გამარჯობა მეგობრებო, ეს ველურად ამოსული ტყემალი არის, რომელმაც ძალიან გამასწრო სიმაღლეში და წელს გადავჭერი და უბრალოდ როცა სხლავთ მცენარეს გიწევთ ვიდეოს იმაზე, რომ მისი ფორმირება უნდა მოახდინოთ, ეგრევე, აი ეს ხო წამოიღო ძალიან ბევრი ყლორტები რაღაცები რა, რაც აქ გჭირდებათ, ეგრევე მოაცალეთ. რაც გჭირდებათ, დატოვეთ. ეხლა აქ ეს მინდა რომ გასწორდეს, ეს წავა ლიდერად, ეს კონკურენტები არ ჭირდება, ხო? თქვათ. დავტოვებ მარტო ლიდერს, იქნება ძლიერი. ეს იქნება ერთ-ერთი სანაყოფე ტოტი, რომელიც ლიდერს არ უნდა ეჩხუბებოდეს, ამიტომ ამას აქ დავამოკლებ. ეხლა ისეთი რბილია, რომ თითქოს ვაკეთებ, ისე სასხლავი უნდა. ხო, აქეთ აი კარგი 90 გრადუსიანი თითქმის ტოტი გვაქვს სანაყოფე, სხვა არ ჭირდება. აი იქეთ მიდის ტოტი სანაყოფეთ, სხვები არ ჭირდება. ანუ ნუ ელოდებით ხოლმე რაღაც იმას პერიოდს, რომ ხე აფორმიროთ რა. აი ეს ვერტიკალური ტოტი არ ჭირდება, მასაც მოვაცლი. რაც არ ჭირდებათ ხოლმე, ხო, ეგრევე შეაცალეთ. აი ამ ეტაპზევე სანამ მარტივად ეცლება აი ეს შიგნით მიმავალი ტოტები, ყველა რაც არ ჭირდებათ რა. აქ ჭირდება გარე მიმავალი ტოტი, ხო? სანაყოფე ტოტი მინდა რომ ვაფორმირო რაღაც. ასე რომ ნუ ელოდებით. всё, რაღაც აქ გამოიღო კარგი სანაყოფე ტოტი, ამას თლიანად მოვაჭრი აქ. და ასე შემდეგ. ამაზე გიწერთ ამ ვიდეოს, რომ ნუ ელოდებით რაღაც შემოდგომას ზამთარს და შემდეგ გაზაფხულს ფორმირებისთვის რა. ეხლავე შეგიძლიათ აირჩიოთ კარგი სანაყოფე ტოტები და ეხლავე შეგიძლიათ აფორმიროთ ხე, ანუ ზედმეტები მოაცალოთ რაც არ გინდათ. всё. ეხლა ეს გაძლიერდება, ეს აქეთ წამოვა, ეს იქეთ წავა და აი აქ იარუსი უკვე არის. აი აქ მინდა კიდე ცოტა იარუსი ქვემოთ და რაღაცებს ავირჩევ. აი აქედან ავირჩევ ხა გარეთ მიმავალ ტოტს, დანარჩენს საერთოდ შევაცლი. აი ხა ნახოთ, აი ამ ბუჩქიდან რა გამოვა. всё, აი პატარა მოკლე ტოტებს ტოვებთ რა. ამას დავამოკლებ. ეს ძალიან ქვემოთ მიდის. всё. აი ეს. მე ესეც ცოტა რომ გაძლიერდება გასვლა, მასაც დავამოკლებ რა. ეს ქვემო და ზემოთ მიმართული ტოტები არ მინდა. ახაც ეს ტოტი არ მინდა. და ასე შეგიძლიათ ეხლავე აფორმიროთ ხე და ნუ დაელოდებით რაღაც იმას რა ქვია. ხო, აქედანაც ხა აქეთ მინდა ერთი ტოტი. ავირჩევ. აი ეს კარგი კუთხით წამოვა უფრო. ეს ზემოთ მიმართულები რაც არის მოვაშორებ. всё, აი აგერ არის კიდე ზემოთ მიმართული ტოტები. ამასაც მოვაშორებ. всё. ეხა ძალა გადაინაცვლებს აი ამ ტოტებზე, რომელიც ჩვენ გვინდა და არა რაღაც უაზრო ტოტებს, ეს მოსაჭრელია, ხო, ახლა მას სხვა მაგრებით მოვაჭრი და აი ამ ტოტზე გავამახვილებ ყურადღებას. აქეთ წამოიღოს. აი ეს. გაბუჩქული იყო და აი აქ კიდე ესეც მოსაცლელია. და შენელელა დაუარეთ ხოლმე ხეხილს და აი ეს სანაყოფე იმას კი მოაზეს, ეს არის სანაყოფე ტოტი რა, პატარა, ხო? ესენი არ მეგეუბნებით აი ამ ზრდის ზონებზე რა, რომელიც ზრდაზე არის ორიენტირებული მაგ ტოტების შეცვლაზე. იგივე ვარიანტია ამ ვაშლზეც. მკაცრად გავშხალი და წამოიღო ტოტები, ხო? არ მჭირდება შიგნით მიმავალი ტოტები. всё. აი ეს წავა აქეთ ზრდაში, ეს სანაყოფე ამ ერთ-ერთ დედა ტოტს ექნება ზარდი ტოტი და გვერდზე სანაყოფები. ეს არ მჭირდება და ამას შევკვეცავ. ეს ნუ იქეთ უნდა გადავშალო, ეს აქეთ წამოვა, აქ უკვე მოცლილი მაქვს მე ტოტები რა. აი აქ წამოყვა მან თავი კიდე. ეს არ მჭირდება. ხო და ესეც ზედმეტი არის, იმიტომ რომ აქ აქვს ტოტი რა. всё. აი გვერდითა ტოტი, მე ამას დავამოკლებ. всё. გადაშალევად არის ვაშლი.